სოფელი ეწერი სამეგრელო ზემოსვანეთის მხარეში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე თურმე ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია, თუმცა სოფლის ისტორია მე-18 საუკუნის ბოლოდან იწყება. თავდაპირველად სააფაქიო ეწერს უწოდებდნენ, შემდგომ სოფელს ეწერი დაარქვეს. ჩაი, დაფნა, ცოლიკაური, ოჯალეში, კივი ეს იმ კულტურების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც სწორედ აქ სოფელ ეწერში შეხვდებით. გელოვანების ოჯახი კი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც რეგიონში 32 წლის წინ კივის კულტურა მოაშენა და მთელ სოფელში გაავრცელა. კივის კულტურა შედარებით ახალი კულტურაა სამეგრელოს რეგიონში. დაახლოებით 40 წლის წინ აბსოლუტურად არ ვიცოდით რა არის ეს კულტურა და სადღაც 22-23 წელია, რაც ჩვენ გავაშენეთ. იმდენად დიდი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე კივის, რომ ღირდა ამ სამუშაოს ჩატარება თვითონ ძალიან სასარგებლო ხილია, რადგან შეიცავს ბუნებრივ იოდს, შეიცავს C ვიტამინს. სამეგრელოში ბევრმა გააშენა კივის კულტურა, მაგრამ ამ სოფელში პიონერები ჩვენ ვიყავით. ნერგიც გამოიყვანეთ ჩვენ ჯერ დასამყნობით ძირები და დღეს რასაც ხედავთ, დაახლოებით 600-მდე ძირი აქვს კივისა. კივის ნაყოფი ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იკრიფება. ნაყოფი რომ არ დაზიანდეს, ხელით უნდა მოიწყვიტოს, ამისთვის კი დიდი სიფრთხილეა საჭირო. უკვე დაკრიფულ კივს მცირე კალათებში ათავსებენ, შემდეგ კი საგულდაგულოდ ახარისხებენ და გრილ სარდაფებში დაბალი ტემპერატურის პირობებში ინახავენ. შეიძლება ითქვას საკმაოდ შრომატევადი კულტურაა. პირველი გასხლა უფრო შრომატევადია, იმდენად რამდენადაც უნდა მოშორდეს ზედმეტი ტოტები, აუცილებლად უნდა შეარჩიო მსხმოიარე ტოტი, ყველა ტოტი არ არის მსხმოიარე, ამას ცოდნაც სჭირდება. ამის შემდეგ ზაფხულში დაახლოებით 2-3 მინიმუმ სჭირდება მსუბუქი გასხლა, რომ მზემ ჩაიხედოს მწკრივთა შორის და ნაყოფი დროულად დამწიფდეს. გარდა ამისა სჭირდება ბლომად მორწყვა. თვითონ არ უყვარს, როცა ძირში აქვს ახლოს წყალი, ამიტომ ჭაობიან ადგილებში რთულია მისი მოყვანა. უკეთესია მორწყვა, მაგრამ ჩვენი სოფელი არ არის უხვწყლიანი სოფელი, აქ მდინარეც არ ჩაედინება ისეთი მუდმივად რომ იყოს. ამიტომ გაითხარა აუზი, საიდანაც ვქაჩავთ წყალს და იქიდან ვაკეთებთ კვირაში 2-ჯერ მაინც კივის ძირების მორწყვას. ერთადერთი მოწყვლადი არის კივის კულტურა ჩვენში იმ დროს, როცა გვიან წაყინვები ხდება ხოლმე. აი აპრილის ბოლოსკენ და მაისის დასაწყისში, ამიტომ მაშინაც აუცილებელია კვამლის გაშვება, თუ კი ღამით ყინვა არის მოსალოდნელი და ეს გარკვეულწილად იცავს, მაგრამ სრულად ბუნებრივია ვერა. კივის მცენარე ნაყოფს დარგვიდან დაახლოებით 3 წელიწადში ისხამს, ხოლო სრულ მსხმოიარობას დაახლოებით 6 წელიწადში აღწევს. ეს სუბტროპიკული კულტურა საქართველოს მასშტაბით ფართოდ გავრცელდა სამეგრელოში, აჭარაში, აფხაზეთში, გურიასა და აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რეგიონებში. საუკეთესოდ ხარობს ტენით უზრუნველყოფილ ნოყიერ ნიადაგში. სოფელში ახლა დაიწყეს მოცვის მოშენება, დაფნის გაშენება, შემდეგ კივის გაშენება და არ არის ძალიან დასახლებული სოფელი და დიდი მოსახლეობით, შეადგენს 300-მდე კომლისგან შედგება სოფელი და აქედან სადღაც 60%-ს მაინც აქვს კივი გაშენებული საკუთარ მეურნეობაში. ზოგს მხოლოდ თავისთვის მოსახმარად, ოჯახისთვის მოსახმარად, ზოგს კიდე როგორც შემოსავლის წყარო და პლანტაციის სახით. წლევანდელი კივის რთველი უკვე დასრულებულია. მრავალწლიანი ყინვაგამძლე ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული მცენარე სწორი მოვლის პირობებში მომავალ წელსაც დიდ მოსავალს მოისხამს.